29 ოქტომბერს კომეტა 3i წილადი ატლასმა თავის ორბიტაზე მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე წერტილს მიაღწია. ეს წერტილი, რომელსაც პერიჰელიონს უწოდებენ, მზისგან 200 მილიონი კილომეტრის მანძილზე მდებარეობდა. ანუ 1.4-ჯერ უფრო შორს იყო, ვიდრე დედამიწა დაშორებული მზისგან. თუმცა, იმ მომენტში კომეტა მზის მეორე, ჩვენგან საპირისპირო მხარეს იმყოფებოდა. ამის გამო ჩვენ კომეტას ვერ ვხედავდით, რადგან მზე ფარავდა. თუმცა ახლა მისი დაფიქსირება ტელესკოპებით კვლავ შესაძლებელია. ეს კომეტა მზის სისტემაში შემოჭრილი მესამე ვარსკვლავთშორისი ობიექტია, რომელიც კაცობრიობამ დააფიქსირა. ხშირად ახალ ასტრონომიულ აღმოჩენათა კონტექსტში არამიწერ ცივილიზაციათა შესახებ კითხვები ჩნდება. იმის მიუხედავად, რომ ბევრს შეიძლება ასეთი მოსაზრებები არასერიოზულად მოეჩვენოს, ხშირად საქმე ასეც არაა, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუშალოს კარგ სამეცნიერო საქმიანობას და ხელი შეუწყოს დეზინფორმაციის გავრცელებას, რომელიც ასე ფართოდ და უკონტროლოდ ვრცელდება, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის ძვინვარე და უკონტროლო ეპოქაში. თუმცა, სურვილი იმდენად დიდია, რომ ეს ობიექტი უცხო პლანეტებთან ხომალდი იყოს, რომ რიგ შემთხვევებში საღიაზრი ფანტასტიკური მოლოდინებით იცვლება და იმდენად მყარი ხდება, რომ რეალისტური ინფორმაციის მიმართ უნდობლობა და მიუღებლობა ჩნდება. ასეთი მცირე კალიბრის დაპირისპირება მეც მივიღე ზოგიერთი მაყურებლისგან, რომელსაც არგუმენტების მიუხედავად ღრმად სწამს, რომ ეს კომეტა სინამდვილეში ხომალდია. არა უშავს. საბოლოოდ ფაქტს ვერსად გავექცევით. მისგან აჩვენები ყველა უცნაურობა იმით აიხსნა, რომ ეს კომეტა სხვა ვარსკვლავურ სისტემაშია წარმოქმნილი და ჩვენთვის ნაცნობი მზის სისტემის კომეტებისგან განსხვავებით სხვაგვარი შემადგენლობა აქვს. არამიწერ ცივილიზაციათა შესახებ ასეთივე სპეკულაციები გაჩნდა წინა ორი ვარსკვლავთშორისი ობიექტის, ოუმუამუასა და კომეტა 2i წილადი ბორისობის შესახებაც. თანაც, ასეთი სპეკულაციები მხოლოდ ვარსკვლავთშორის ობიექტების შესახებ არ ჩნდება. უცხო პლანეტელების აღმოჩენასთან დაკავშირებული სენსაციონისტური ცნობები ხელს უშლის სამეცნიერო კვლევებს. ამიტომ ასეთი შიშები ასტრონომებში დღემდე შემორჩა. ამ ეპიზოდში წარმოგიდგეთ სამი მეცნიერის, ავი ლოების, მიჩიო კაკუსა და ნილ დეგრას ტაისონის მოსაზრებებსა და შეხედულებებს ამ ობიექტთან დაკავშირებით. რას ფიქრობენ ასტროფიზიკოსები 3i წილადი ატლასთან დაკავშირებით და რამდენად უშვებენ, რომ ეს ობიექტი შესაძლოა არა კომეტა, არამედ ჩვენთვის უცხო ცივილიზაციის ხომალდი იყოს. მანამდე კი აუცილებლად მოკლედ ვეცდები გავიხსენო, რატომ არსებობს სპეკულაციები ამ კოსმოსურ ობიექტზე. კვლევრებმა დაადგინეს, რომ კომეტას გარე შრეებში იმაზე მეტი ნახშირორჟანგი აქვს, ვიდრე მზის სისტემაში არსებულ კომეტათა უმეტესობას. ასევე აქვს ნიკელის უფრო მაღალი პროპორცია სხვა ელემენტებთან მიმართებაში, ვიდრე სხვა ადგილობრივ კომეტებს. ასეთი ქიმიური ხელწერა უნიკალურ ცნობებს გვაწვდის გაზის იმ ღრუბლის ქიმიური შემადგენლობის შესახებ, რომლისგანაც ის ვარსკვლავური სისტემა დაიბადა, საიდანაც ეს კომეტა მოვიდა. სწორედ ამიტომ უნდა ვიკითხოთ უცხო პლანეტათა შესახებ მხოლოდ მაშინ, როცა ყველა სხვა შესაძლო ახსნა ამოიწურება. როდესაც პირველ რიგში უცხო პლანეტელებზე ვსაუბრობთ, შეიძლება გამოგრჩეს ასეთი საოცარი ინფორმაცია. როგორც ასტრონომი კარლ საიგანი ამბობდა, არაჩვეულებრივი პრეტენზიები არაჩვეულებრივ მტკიცებულებებს მოითხოვს. მართალია, კომეტის ყოველი დეტალი სრულად ახსნა ჯერ არ შეგვიძლია, მაგრამ ყველაფრის არ ცოდნა უცხო პლანეტელების მტკიცებულება არ არის. არამიწერ ცივილიზაციათა შესახებ საუბარი სივრცეს ტოვებს დეზინფორმაციის გასავრცელებლად. მაგალითად, ზოგი საუბრობდა კომეტას 3i წილადი ატლასის ტრაექტორიის ცვლილებაზე და მზის უკან დამალვაზე. არ არსებობს ამის მტკიცებულება, რაც აჩვენებს, რამდენად ადვილია დეზინფორმაციის გაჩენა და გავრცელება, როცა საქმე უცხო პლანეტელების თემას ეხება. არსებობს კომეტის დანახვის გზები მაშინაც, როცა ის მზის მეორე მხარესაა მოქცეული. მაგალითად, ევროპის კოსმოსური სააგენტო ESA მასზე დაკვირვებას გეგმავს მარსის ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრებიდან, Mars Express-იდან, ExoMars Trace Gas Orbiter-დან და იუპიტერის სისტემისკენ გაგზავნილი ხომალდიდან JUICE. ახლა მოდი გადავალ ამ თემის ირგვლივ რიგით მეხუთე ეპიზოდის მთავარ სათქმელზე. ინტერვიუების და მეცნიერთა მოსაზრებების ნაწილს, რა თქმა უნდა, დავიწყებ მეცნიერ ავი ლოების მოსაზრებებით. ლოები არის თეორიული ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი,
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი. იგი განსაკუთრებით ცნობილია კოსმოლოგიაში, შავი ხვრელების, ადრეული სამყაროსა და უცხო ცივილიზაციების კვლევის მიმართულებით. ხელმძღვანელობს პროექტს Galileo Project-ი, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო მეთოდებით უცხო ინტელექტუალური სიცოცხლის ნიშნების მოძიებას დედამიწის ახლოს. იმის მიუხედავად, რომ მისი ზოგი იდეა აკადემიურ წრეებში საკამათოა, ლოები უდავოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა თანამედროვე ასტროფიზიკასა და მეცნიერების პოპულარიზაციაში. რაც შეეხება მეცნიერის მოსაზრებას ატლასზე. ლოების მიხედვით, 3 აიწილადი ატლასს აქვს რამდენიმე უცნაური მახასიათებელი, რაც მისთვის იმაზე მიუთითებს, რომ ჩვეულებრივი კომეტა ვერ იქნება, ან სულ მცირე, მისი ბუნებრივი წარმოშობის შესახებ კითხვები ჩნდება. ლოები გადაჭრით არ აცხადებს, რომ ატლასი არის უცხო ცივილიზაციის ხომალდი. მისი თქმით, ამის ალბათობა დასაშვებია, მაგრამ პირველ ადგილზე უფრო ბუნებრივი ახსნების მოშველიებაა გამართლებული. არც იმას ამბობს, რომ მისი მახასიათებლები გაუგებარია. უბრალოდ, ზედმეტად თვალშისაცემია. მოდი მოვუსმინოთ ავილოების ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო ინტერვიუს. აქვე ბონუსად გეტყვით, რომ ხშირად ვრცელდება ხელოვნური ინტელექტის პროგრამებით გაყალბებული, ამა თუ იმ ცნობილი მეცნიერის ვიდეოები. მათ შორის ავილოების მიჩიოკაკუს, რასაც მავნებლურად შეცდომაში შეხავს აუდიტორია. მე ამ ვიდეოში ნამდვილ კომენტარებს არ მოგიდგენთ. როდესაც ჩვენს ეზოში უცხო ობიექტი შემოდის, აუცილებელია მაქსიმალურად ბევრი მონაცემი მოვაგროვოთ, რათა მისი ბუნება გავიგოთ. ეს სხვა ტიპის დაკვირვებაა, ვიდრე შორეული გალაქტიკების კვლევა. იქ შედეგებს ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენა არ აქვს. ხოლო ისეთ შემთხვევაში, როდესაც ობიექტს ანომალიები ახასიათებს, აუცილებელია ზუსტად დავადგინოთ, რასთან გვაქვს საქმე. პირველი უცნაურობა მისი ზომაა. ის ქალაქის მასშტაბისაა. საწყისი მონაცემებით დიამეტრი დაახლოებით 20 კილომეტრი უნდა იყოს. უახლესი ანალიზებით დადგინდა, რომ ის ყოველ წამს დაახლოებით 150 კილოგრამ მასას კარგავს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისი საერთო მასა მინიმუმ 33 მილიარდი ტონა უნდა იყოს. მილიონჯერ მეტი, ვიდრე პირველი ინტერსტელარული ობიექტის, სახელად ოუმუამუა. ასეთი მასის ბუნებრივი წარმოშობის ობიექტის არსებობა ძალიან უჩვეულოა. სივრცეში უბრალოდ არ არის საკმარისი მასალა, რომ ასეთები ხშირად ჩანდეს. ამდენად, ალბათობა, რომ ასეთი ობიექტი ყოველ 10,000 წელიწადში ერთხელ გამოჩნდეს, გაცილებით რეალურია, ვიდრე 10 წლეულში ერთხელ. მეორე უცნაურობა, მისი ტრაექტორია თითქმის სრულად ემთხვევა მზის გარშემო მოძრავი პლანეტების სიბრტყეს, მხოლოდ 5 გრადუსიანი განსხვავებით. ამ შემთხვევითი დამთხვევის შანსი 500-დან 1-ია. ეს კი შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ტრაექტორია მიზანმიმართულად არის დაგეგმილი. ასევე აღმოჩნდა, რომ ობიექტი კარგავს ნიკელს, მაგრამ არ რკინას. ეს უცნაურია, რადგან ბუნებაში ასეთი კომბინაცია იშვიათია და ძირითადად ინდუსტრიული შენადნობებისთვისაა დამახასიათებელი, განსაკუთრებით ავიაკოსმოსურ სფეროში. მთვარისკენ მიმართული ანტიკუდიც დაფიქსირდა. მისი ნათება მზისკენ იყო მიმართული, რაც კომეტების შემთხვევაში საპირისპიროდ ხდება. ამის გარდა 29 ოქტომბერს, როდესაც ობიექტი მზესთან ყველაზე ახლოს აღმოჩნდა, მისი სიკაშკაშე 5 ჯერ გაიზარდა და ტრაექტორიაც ოდნავ შეიცვალა. თითქოს მას ძალა მიენიჭა. 2025 წლის 19 დეკემბერს 3i ატლასი დედამიწას მაქსიმალურად მოუახლოვდება, შობის წინ 6 დღით ადრე. ობიექტის გარშემო ნანახი რეაქტიული ნაკადები შესაძლოა ან ბუნებრივმა აორთქლებამ წარმოქმნა, ან ტექნოლოგიურმა ძრავებმა. თუ ეს უკანასკნელია, მაშინ საქმე გვაქვს ხელოვნურ პროპულსიურ სისტემასთან. ობიექტი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი ყველაზე დიდი ხომალდი, სტარშიპი. თანამედროვე ადამიანურ ტექნოლოგიებს არ შეუძლიათ ასეთი მასის ობიექტის გაშვება და 60 კილომეტრ/წამს სიჩქარით აჩქარება. მე თავს ვიკავებ მტკიცებითი ფორმით დასკვნებისგან, მაგრამ მივიჩნევ, რომ ასეთი ზომის ტექნოლოგიური დამოქმედარი სრულიად შესაძლებელია ბევრად უფრო განვითარებული ცივილიზაციისგან მოდიოდეს. ჩემს წრეში, სხვებისგან განსხვავებით, ვინც მე მაკრიტიკებს, აქტიურად ვატარებ კვლევებს. უკვე 12 სამეცნიერო სტატია დავწერე 3i ატლასზე. ჩემი აზრით, მეცნიერება მოითხოვს ცნობის მოყვარეობას და თავშეკავებას, ხოლო ბევრი პოპულარული მეცნიერი მხოლოდ კომენტატორია, რომლებიც თავად არაფერს იკვლევენ. ჯერჯერობით დამაჯერებელი მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა 3-დან 2 ვარსკვლავთშორისი ობიექტი, ოუმუამუა და 3i ატლასი, აშკარად ანომალიურია. ჩემი აზრით, შესაძლოა ზოგიერთი მათგანი ტექნოლოგიური წარმოშობის იყოს, როგორც ჩვენი ზონდები, რომლებიც მზის სისტემას ტოვებენ. თუ მომავალში დამტკიცდება, რომ მართლაც არსებობს უცხო ტექნოლოგიური ობიექტები, ეს საფუძვლიანად შეცვლის ჩვენს მსოფლმხედველობას, რელიგიურ რწმენებს და სამყაროში ჩვენი ადგილის აღქმას. ოპტიმისტები უნდა ვიყოთ, თუმცა ფრთხილებიც, როგორც ბრმა პაემანზე წასვლისას. შეიძლება მეორე მხარე კარგი აღმოჩნდეს, მაგრამ შეიძლება საშიშიც იყოს.
მარსი დედამიწაზე ადრე გაცივდა და შესაძლოა სიცოცხლე იქ უფრო ადრე გაჩნდა. დაახლოებით 2.5 მილიარდი წლის წინ მას მდინარეები, ტბები და ატმოსფერო ჰქონდა და შესაძლებელია მარსიდან გადმოსწროლილმა ქვებმა მიკრობები დედამიწაზე შემოიტანეს. ადამიანთა ისტორია დედამიწის ასაკთან შედარებით ძალიან მცირეა. შესაძლოა მილიონობით წლის წინ არსებობდა ინტელექტუალური ცივილიზაციები, რომლებიც კატასტროფებმა სრულიად გაანადგურა და მათი კვალი აღარ დარჩა. მარსსა და მთვარეზე კი შეიძლება ჯერ კიდევ ინახებოდეს ამგვარი ნაშთები, რადგან იქ გეოლოგიური პროცესები ნაკლებად აქტიურია. 25 წელია ჰარვარდის პროფესორი ვარ და ხშირად კოლეგებისგან განსხვავებულად ვაზროვნებ, რადგან ვცდილობ არა მხოლოდ ტექნიკურ დეტალებში ჩაღრმავებას, არამედ დიდი სურათის დანახვას. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები, რომლებზეც მეცნიერებამ უნდა გასცეს პასუხები? ვიმედოვნებ, რომ მომდენო 10 წლეულში კაცობრიობა იპოვის მტკიცებულებას გონიერი უცხო სიცოცხლის არსებობის შესახებ. ვფიქრობ, ეს მიგვანიშნებს ჩვენს ნამდვილ ადგილზე სამყაროში და შეიძლება კაცობრიობა მეტად გააერთიანოს. უცხო ცივილიზაციები შესაძლოა რეალურად არსებობენ და ჩვენზე დაკვირვებასაც ახორციელებენ. თუმცა, მაინც არ ვიცით ეს ობიექტი არის თუ არა მათი ნახელავი. სწორედ ამიტომ უფრო უნდა ვაკვირდებოდეთ ასეთ ინტერსტელარულ ობიექტებს. ისინი შეიძლება გახდნენ ჩვენი პირველი პირდაპირი კავშირი სხვა გონიერ სიცოცხლესთან. ეს რაც შეეხებოდა ყველაზე ხმაურიანი ასტროფიზიკოსის მოსაზრებებს. ახლა მოდი მოვუსმინოთ კიდევ ერთ მეცნიერს. ეს არის მიჩიო კაკუ, თეორიული ფიზიკოსი, ფუტუროლოგი და პოპულარული მეცნიერი. იგი განსაკუთრებით ცნობილია როგორც სტრინგის, ანუ სიმების თეორიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეცნიერების პოპულარიზატორი. კაკუ აღნიშნავს, რომ 3 წილადი ატლასი საკმაოდ უჩვეულო ობიექტია. ის შესაძლოა დაახლოებით 7 მილიარდი წლის იყოს, რაც ბევრად მეტია ვიდრე ჩვეულებრივი კომეტების ასაკი. იმის მიუხედავად, რომ მას აქვს ანომალიები, კაკუ ფიქრობს, რომ ძირითად მეცნიერებაში ყველაზე მეტად შესაძლებელია, რომ ეს უბრალოდ ძალიან უცნაური, ბუნებრივი ვარსკვლავთშორისი კომეტაა. კაკუ აკრიტიკებს NASA-ს წინაშე არსებული მონაცემების გასაჯაროების ნელ პროცესს და აცხადებს, რომ სტანდარტული ცოდნისათვის აუცილებელია ღია ნიშან-მტკიცებულებები. კაკუ სპეკულაციას უწოდებს ატლასის უცხოპლანეტურ წარმოშობაზე მსჯელობას. მოდი მოვუსმინოთ მიჩიოს. ჩემი აზრით, ეს ძალიან ძველი ობიექტია, დაახლოებით 7 მილიარდი წლის. ამდენი დრო საკმარისია, რომ მასში სხვადასხვა ელემენტები და ნარჩენები დაგროვდეს. სწორედ ამიტომ მისი ქიმიური შემადგენლობა არ ემთხვევა ტიპიურ კომეტებს. ეს უბრალოდ გრძელვადიანი ევოლუციის შედეგია. თვითმფრინავში მგზავრობისასაც კი ხალხი ამ ობიექტზე ლაპარაკობდა, მაგრამ თავად არ ჩავრეულ ვარ დისკუსიაში. 3i ატლასი შესაძლოა მარტო იმიტომ იყოს განსხვავებული, რომ ჩვენი მზის სისტემის კომეტები დაახლოებით 3-4 მილიარდი წლისანი არიან მაქსიმუმ, ხოლო ეს ორჯერ უფრო ძველია. რაც შეეხება იმას, რომ NASA არ აქვეყნებს ახალ სურათებს, ეს სულაც არ არის სახელმწიფო საიდუმლო. ეს უბრალოდ სურათებია და NASA შატდაუნს განიცდის. ინფორმაციის დამალვა მხოლოდ უფრო მეტ სპეკულაციას იწვევს და საბოლოოდ უკვე ეფექტს ახდენს. რამდენად რეალურია, რომ საქმე უცხოპლანეტურ ობიექტთან გვაქვს? შანსი ნულოვანი არაა, მაგრამ ძალიან მცირეა. იგი გამოიყურება და იქცევა როგორც ჩვეულებრივი კომეტა, რამდენიმე უცნაური გამონაკლისით. ამიტომ ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ავილოების მიერ გამოთქმული მოსაზრებების მსგავსი იდეები ძალიან ფრთხილად უნდა განვიხილოთ. ალბათობა, რომ ეს ობიექტი მართლა უცხო ინტელექტის მიერ კონტროლირებადი იყოს, ძალიან დაბალია. ყველაფერი უნდა განვიხილოთ შანსების მიხედვით და არა როგორც ფაქტი. ჩვენ არ გვაქვს საქმე ჰოლივუდის ფილმის მსგავს უცხო პლანეტებთან შემოსევასთან. არანაირი საფრთხე არ არსებობს. სპეკულაციები ნორმალურია, მაგრამ საჭიროა მათი რაოდენობრივი შეფასება. რამდენად დიდია თავდაჯერების დონე? 1% თუ 100%? საზოგადოებამ უნდა იცოდეს რეალობა, რათა ტყუილი განგაშის შემდეგ იმედგაცრუება არ მოხდეს. ეკითხებიან, არსებობს თუ არა რაიმე ნიშანი იმისა, რომ ობიექტი გონივრული კონტროლის ქვეშაა, რადგან თითქოს ორბიტის შემოbrunებისას ოდნავ აჩქარდა. განმარტავ, ასეთი ცვლილება შეიძლება ბუნებრივადაც მოხდეს. მაგალითად, თუ ობიექტის ნაწილი მოიშალა, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაც მართავს მას. ეს უბრალოდ ფიზიკური პროცესია და არა მტკიცებულება ინტელექტის არსებობის შესახებ. თუ ობიექტი დედამიწაზე დაეშვებოდა და მისგან არსებები გადმოვიდოდნენ, აი ეს იქნებოდა დამაჯერებელი მტკიცებულება. ან თუნდაც რაიმე კომუნიკაცია, მაგალითად, მათგან მიღებული რადიოსიგნალი, რომელიც შეიცავდა მათემატიკურ კოდს ან ცნობილ ნიშანს. სწორედ ეს იქნებოდა უტყუარი. თუ Google-ში ამ ობიექტის ან ჩემი სახელის ძებნას დაიწყებთ, უამრავ ცრუ ვიდეოსა და ინფორმაციას ნახავთ. ეს დღეს დიდი პრობლემაა. ხელოვნური ინტელექტი ქმნის ყალბ გამოსახულებებსა და ხმებს. ბოლოს გეტყვით, რომ ჩვენი ჩვეულებრივი კომპიუტერები მუშაობენ ნულებითა და ერთებით, ხოლო კვანტური კომპიუტერები ყველაფრით, რაც ამ ორს შორისაა. მათ შეუძლიათ თითქმის უსასრულო მდგომარეობის ერთდროულად დამუშავება, რაც მათ წარმოუდგენელ ძალას ანიჭებს.
სწორედ ამიტომ უსაფრთხოების სამსახურები მთელ მსოფლიოში შეშფოთებულნი არიან. ერთ დღეს შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიამ ყველა ციფრული კოდი გატეხოს, მათ შორის ბირთვულიც. ამიტომ ფრთხილად ჩემს ყალბ ვიდეოებთან. და ბოლოს, ქართულ ენაზე გაჩვენებთ ცნობილი იუთუბერის, ასტროფიზიკოსის, მეცნიერების პოპულარიზატორის, მწერალისა და ტელეზამყვანის ნილ დეგრას ტაისონის მოსაზრებას ატლასზე. ტაისონს მიაჩნია, რომ როდესაც ისეთი უცნაური ობიექტი ხვდება, როგორც 3i წილადი ატლასი არის, განსხვავებული ნათებით, აირადი თვისებებით, ზესწრაფი სიჩქარით, უცნაური კვალით. ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ საქმე უცხო პლანეტურ ხომალდთან გვაქვს. ის გვაფრთხილებს, რომ მტკიცება ასეთი უცნაური თვისებები ავტომატურად უცხო პლანეტელებს ნიშნავს ლოგიკურად სუსტია. ისიც არ გამორიცხავს, რომ მცირედი პროცენტით შესაძლოა ასეც იყოს. თუმცა, აქვე არსებული ცნობები მის ბუნებრიობაზე მიუთითებს. მოდი, მოვუსმინოთ მასაც. ბოლო წლებში 3 ინტერსტელარული ობიექტი აღმოვაჩინეთ. ეს არის ბუნებრივი მოვლენები, რომელთა სიჩქარე იმდენად ძლიერია, რომ ისინი მზის სისტემაში შემოიჭრებიან და მიუხედავად ძლიერი ფიზიკური ძალებისა, აქაურობას ტოვებენ. მათ ჰქონდათ უცნაური თვისებები, ნათება, ბრუნვის სიჩქარე, ორბიტა. ეს გამორჩეულია იმ ობიექტებისგან, რასაც აქამდე ვიცნობდით. მაგრამ ჩემი მთავარი მოსაზრება არ არის, რომ ეს უცხოპლანეტელებია. ეს მოსაზრება სიაშია, მაგრამ ამ სიის ბოლოს უფრო მარტივია ვიფიქროთ, რომ ეს ახალი ტიპის ობიექტია, რომელსაც მეტად სჭირდება შესწავლა, ვიდრე მარტივად თქვა, რომ უცხოპლანეტელები არიან. ჩვენ მათ 10 წლეულების განმავლობაში ვეძებდით. ველოდით, რომ ისინი რაღაც მომენტში გამოჩნდებოდნენ. ეს არის მზის სისტემა, რომელიც galaktikis ცენტრის გარშემო ბრუნავს, სივრცეში მოძრაობს. რაღაც აუცილებლად გვეწვევა, რაც სხვა ვარსკვლავურ სისტემას დაუსხლტა. ასე რომ ამ ნარჩენების ნაწილი რაღაც მომენტში საბარავდოდ გაივლის ჩვენს ვარსკვლავურ სისტემას. რა ანომალიურ ქცევასაც არ უნდა ავლენენ ეს ობიექტები. მე მიხარია, რომ ისინი საბოლოოდ კატალოგში არიან და ჩვენ ერთ დღეს ამას გავარკვევთ. შესაძლოა. ჩემთვის უფრო ადვილია იმის გაცნობიერება, რომ ვარსკვლავთშორისი ობიექტები ფუნდამენტურად განსხვავდება ყველაფრისგან, რაც აქამდე მზის სისტემაში შეგვისწავლია. ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიმუშაოთ ახალი გაგება იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იყოს ობიექტი, როდესაც ის ერთი ვარსკვლავური სისტემიდან მეორეში გადადის. ჩემთვის უფრო ადვილია ვიფიქრო, რომ ეს არის ახალი ტიპის ობიექტი, რომელიც ბევრად მეტ შესწავლას მოითხოვს, ვიდრე აქამდე გვიცდია. ვიდრე ვთქვა, უცხოპლანეტელებმა გააკეთეს ეს. უცხოპლანეტელები არიან. მეცნიერებაში ყოველთვის გსურს მეტი მონაცემი, ყოველთვის გვჭირდება მეტი მონაცემი. ამას კი სხვადასხვა სახის ტელესკოპი, სხვადასხვა სახის დაკვირვება, სხვადასხვა ადამიანი იძლევა. ხშირად ადამიანი შეიძლება იყოს მიკერძოებული, მისი მაღალი კომპეტენციის მიუხედავად. ავლენდეს სუბიექტურობას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ განმარტავს ის, რასაც ხედავს, ან თუნდაც როგორ გაზომა ის, რასაც ხედავს. მეცნიერების კარგი მხარე ის არის, რომ ჩვენ გვაქვს შეცდომის შემოწმების მექანიზმები. ერთ-ერთი მათგანია რეცენზირება. ეს მეთოდი რეალურად ამოწმებს მიკერძოებებს, რადგან მეცნიერებმაც ვიცით, რომ ჩვენ ვართ ადამიანები, ისევე როგორც ყველა სხვა და ჩვენც გვაქვს მიკერძოებები. ამიტომ არ გვსურს, რომ მიკერძოებამ რეალობა ჩაანაცვლოს. ამიტომ თუ მეცნიერებას ვენდობით, მოდი დაველოდოთ, სანამ საბოლოო დასკვნა იქნება. ასეთია ამ 3 მეცნიერის მოსაზრება ამ ვარსკვლავთშორის ობიექტთან დაკავშირებით, რომელმაც მსოფლიო ააღელვა. მე მათ შეფასებას, ჩემს სუბიექტურ მოსაზრებას აღარ დავუმატებ, მინიმუმ უხერხული იქნება. უბრალოდ ხაზგასმით აღნიშნავ, რომ კომეტა 3i წილადი ატლასი ალბათ ყველაზე ძველი რამ არის, რაც კი ოდესმე გვინახავს მზის სისტემაში. ჩვენი მზის სისტემა დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ გაჩნდა. და როგორც ახალი კვლევები მიუთითებს, კომეტა 3i წილადი ატლასი სავარაუდოდ 7 მილიარდი წლის ან უფრო ძველია. მან სამყაროში ძალიან დიდხანს იხეტიალა, ვიდრე სულ რამდენიმე თვით შემოიჭრებოდა ჩვენს მზის სისტემაში. როცა მან პერიჰელიონს მიაღწია, ალბათ ეს ვარსკვლავთან მიახლოების ყველაზე ახლო წერტილი იყო. სულ მცირე ბოლო რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში. მეცნიერული კონსენსუსი ამ ეტაპზე არის ის, რომ 3i წილადი ატლასი არის ბუნებრივი, ვარსკვლავთშორისი კომეტა, რომლის განსხვავებული ქიმიური შემადგენლობა მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ის განსხვავებულ ვარსკვლავურ სისტემაში ჩამოყალიბდა და წარმოადგენს უნიკალურ ნიმუშს სხვა სამყაროდან. ამ კომეტის და ზოგადად სამყაროს შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. ალბათ ძალიან მოსაწყენი იქნებოდა ასტრონომის პროფესია, როცა უკვე ყველაფერი ვიცით. როცა რაღაც არ ვიცით, ადამიანებს გვიყვარს, რომ რაც შეიძლება მალე მივიღოთ პასუხი. თუმცა დეკემბრამდე დაცდა მოგვიწევს, როდესაც ეს ობიექტი კიდევ ერთხელ მოუახლოვდება ჩვენს პლანეტას. მე კიდევ უფრო მძლავრი აპარატურით დავაკვირდებით და საბოლოოდ გვეცოდინება, რასთან გვაქვს საქმე. საფრთხესთან თუ უბრალოდ უწყნარ ობიექტთან. გირჩევთ, რომ თავშესაფრები ჯერ არ მოამზადოთ.
გამოთქვი შენი მოსაზრება ამ ეპიზოდში მიმოხილულ საკითხებთან დაკავშირებით. მოიწონე ეს ვიდეო და რაც მთავარია, გამოიწერე კოდის YouTube არხი.